იცოდი, რომ უგარანტიოდ ნაყიდი ტექნიკის დაბრუნება ან შეცვლაც კი შეგიძლია მოთხოვო მაღაზიას. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ აი ეს ბლენდერი იყიდეს 300 ლარად და 5 თვის მერე უბრალოდ მუშაობისას გადაიწვა. მაღაზია გეუბნება, რომ შეგიკეთებო, მაგრამ დაბრუნებაზე ან შეცვლაზე უარს გეუბნება. ამ დროს კანონის თანახმად შეგიძლია თუ არა, რომ მოთხოვო დაბრუნება ან შეცვლა. ეს არის შოპინგოლოგის ინტერვიუები, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები გვაძლევენ რჩევებს შოპინგზე. ხოლო ჩემ კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემს მომხმარებელთა უფლებების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მხეიძე. გამარჯობა შოპინგოლოგო, მადლობა საინტერესო შეკითხვისათვის. პასუხი არის ის, რომ დიახ, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ ბლენდერის ახლით შეცვლა ან მისი შეკეთება. საქართველოს კანონმდებლობით შეძენილ ნივთებზე ვრცელდება 2 წლიანი კანონისმიერი გარანტია და მნიშვნელობა არ აქვს გასცა თუ არა გამყიდველმა საგარანტიო ფურცელი ან რა წერია მასში. თუ ნივთს ამ 2 წლის განმავლობაში ნაკლი აღმოაჩნდება, მაგალითად უმიზეზოდ გაფუჭდება ან აღარ მუშაობს, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი შეკეთება ან ახლით შეცვლა. ეს მთლიანად დამოკიდებულია მის არჩევანზე, ხოლო თუ შეკეთება ან შეცვლა ვერ მოხერხდება, მას თანხის უკან დაბრუნების უფლება აქვს. გაითვალისწინეთ, რომ ნივთის ნაკლის გამოვლენისას მყიდველს არ ევალება ამ მტკიცოს, რომ ნაკლი მისი ბრალით არ არის გამოწვეული. მტკიცების ტვირთი გამყიდველს აკისრება.